ლეგენდის ემოციური გაცილება, რატომ იყო უკმაყოფილო სანიოლი, რას ამბობენ მერაბ დვალიშვილი და შონ ომალი ბრძოლის წინ და როგორ აფასებს ოლიმპიური ჩემპიონი ქართველ მანქანას. ამ და სხვა საინტერესო სიახლეების მოსმენამდე დაალაიქე ვიდეო და გამოიწერე არხი. დავიწყოთ თბილისიდან, სადაც საქართველოს ნაკრებმა დინამო არენაზე ივნისის სანაკრებო პაუზა მოგებით დაიწყო. ჩვენმა ბიჭებმა ფარერის კუნძულების ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში ლოჩეშვილის გოლით 1-0 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ეს შეხვედრა რამდენიმე ფაქტორით იყო მნიშვნელოვანი. ეს იყო საქართველოს ნაკრების ექსპერიმენტული შემადგენლობა, სადაც ისეთი ფეხბურთელები იღებდნენ მონაწილეობას, რომელთაც ეროვნულ გუნდში ნაკლების სათამაშო დრო ეძლევათ. ამასთან, ამ შეხვედრაში ძირითადში დებიუტი ჰქონდა 24 წლის ნახევარმცველს ნიკა გაგნიძეს. მეორე ტაიმში დებიუტი ჰქონდა დინამო თბილისის ახალგაზრდა მცველს საბა ხარებაშვილს, რომელიც საქართველოს ნაკრების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე გახდა. ის 16 წლის და 9 თვისა. დებიუტი ჰქონდა დავით კერესელიძესაც, რომელმაც საქართველოს ნაკრების ლეგენდა შეცვალა. 39 წლის გიორგი ლორიამ ნაკრების მაისურით 79 მატჩი ჩაატარა და გულშემატკივარს მოედნიდან ემოციურად დაემშვიდობა. შეგახსენებთ, რომ ლორიამ 79 შეხვედრაში 85 გოლი გაუშვა და 31 თამაში კარიმ შრალად შეინახა. გიორგისთვისაც და ყოველასთვისაც სასიამოვნო იყო ის ფაქტიც, რომ მან სანაკრებო კარიერა გამარჯვებით და გაშვებული გოლის გარეშე დაამთავრა. ახლა კი თავად გიორგი ლორიას კომენტარი და ვილი სანიოლი, რომელმაც ეს შეხვედრა შეაფასა და მცირე უკმაყოფილებაც გამოთქვა. როდესაც 17 წელი ატარებს საქართველოს ეროვნულ ნაკრების მაისურს, ეს ძალიან ძიმია, მაგრამ მე ვარ მადლიერი, რომ ეს გზა გავიარე ამაყად, სუფთა გულით და ვანახე ყველას მივეცი სტიმული, რომ მონდომებით, შრომით ყველაფერი გიფასდება და მე ვარ მადლიერი, რომ ამ 17 წლის განმავლობაში ჩემი კვალი დავტოვე საქართველოს ფეხბურთში, შემატკივარს კიდევ ერთხელ მინდა რომ სრულიად საქართველოს უმეტესი მადლობა გადაიხადო დღევანდელი საღამოსთვის დაფასებისთვის. მე მამარდას სუპატარაობიდან ვიცნობ და მიხარია, რომ მის გზაში მეც მაქვს შეტანილი და მე და მამარდას სხვანაირი ურთიერთობა გვაქვს პატარაობიდან. მე და მამარდა ყოველთვის ერთად ვიყავით, ვეხმარებოდი, ეხაც ვეხმარები და მამარდას გარდა კიდე არიან გუგეშა, კერესა, სხვა მეკარეები, რომლებისთვისაც კარი ღია ყოველთვის, თუმცა მამარდა საიმედო ხელშია საქართველოს ეროვნული ნაკრების კარები, ნამდვილად. პირველი ნახევრით კმაყოფილი ვარ. თითქმის ყველაფერი შეასრულეს ფეხბურთელებმა, რაც დავავალეთ. უბრალოდ გულდასაწყვეტია, რომ მეტი გოლი ვერ გავიტანეთ, რაც შეხვედრას გაამარტივებდა. მეორე ტაიმით უკმაყოფილო ვარ, ვინაიდან მონდომების ნაკლებობა შეინიშნებოდა. ფეხბურთელები ემოციებმა გადაძალა. ასეთ დროს ძალიან რთულია კარგად თამაში. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ შემადგენლობით არასდროს ვითამაშია, თუმცა ამის მიუხედავად მეორე ტაიმში უკეთესი თამაში მართებდათ. არასდროს იცი, როცა ბოლო თამაშს ატარებ, წაგებით დაამთავრებ თუ მოგებით. ამიტომ სასიამოვნოა, რომ გიორგიმ დადებით ნოტაზე დაამთავრა სანაკრებო კარიერა და ძალიან კარგი თამაში ჩაატარა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 8 ივნისს კიდევ ერთ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ჩვენი ბიჭები ამჯერად ქუთაისში კაბო ვერდეს ნაკრებს უმასპინძლებენ. თქვენი აზრით, რა ანგარიშით დამთავრდება ეს შეხვედრა? დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში. მე კი აქვე მოკლედ გეტყვით, რომ საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრებს, რომელიც ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, ტრავმის გამო ემპოლის მცველი საბა გოგლიჩიძე გამოაკლდა. მისი ადგილი თელავის ფეხბურთელმა ლადო ოდიშვილმა დაიკავა. შეგახსენებთ, რომ რამაზ ვანაძის გუნდი მოსამზადებელ შეკრებას ავსტრიაში გადის. 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი სლოვაკეთში 11 ივნისს დაიწყება და 25 ივნისს დამთავრდება. ჩვენი ნაკრები C ჯგუფშია და მეტოქეები პოლონეთის, საფრანგეთის და პორტუგალიის ნაკრებები არიან. წარმატებები ვუსურვოთ ჩვენს ახალგაზრდებს ამ ჩემპიონატში. ახლა კი UFC და ჩვენი ჩემპიონის მერაბ დვალიშვილის მოახლოებული ბრძოლა. რამდენიმე დღეში ქართველი სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო კამარს შონ ომალის წინააღმდეგ დაიცავს. UFC 316-ის მედია დღეზე მებრძოლებმა საინტერესო კომენტარები გააკეთეს. აღსანიშნავია, რომ ორივე მათგანი ბრძოლის ვადამდე დამთავრებისთვის ემზადება. აღსანიშნავი იყო ომალის სრულწმენებიც და მერაბის ქებაც. 10ჯერაც რომ მომიწიოს, მასთან ბრძოლა მოდუნება არ შეიძლება და ისე უნდა მოვექცე, როგორც სახიფათო მეტოქეს. ომალი სახიფათოა და ამას ვიაზრებ, მაგრამ ამჯერად ბრძოლის ვადამდელ დასრულებაზე და ზიანის მიყენებაზე უფრო ვიქნები ფოკუსირებული. პირველი ბრძოლა მარტივი იყო, ყველაფერს ვხედავდი, ყველაფერს ვაკონტროლებდი, შონს ვაკოცე და დავცინე კიდეც. ახლა კი ფინიშზე ვიმუშავეთ და ამაზე ვიქნები ფოკუსირებული. არ მაქვს პრობლემა გავრისკო და კიდევ ერთი შანსი მივცე ამ რემატჩით.
მებრძოლი ვარ და რისკი ყველა ბრძოლაშია. მთელი ცხოვრება რისკია. ბრძოლაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. რომ წავაგო და რევანში არ მომცენ, არ მადარდებს. უბრალოდ მინდა ვიჩხუბო. ვიყო აქტიური, მაგრამ ჩვენს მიერ ჩატარებული სამუშაოს და ჩემი ფიზიკური ფორმის კვალობაზე მჯერა რომ ამ კაცის კიდევ ერთხელ დამარცხება და მასთან უფრო დომინანტურად გამარჯვება შემიძლია. უკვე ვთქვი რომ ფინიშზე ვარ ორიენტირებული, მაგრამ თუ 5 რაუნდის განმავლობაში მისი წემა დამჭირდება, ამისთვისაც მზად ვარ. მერაბს დაუჯერებელი მოგებების სერია აქვს. მან საუკეთესო მებრძოლები დაამარცხა. ის სულ ახერხებს გამარჯვებას და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. მერაბი ყველა დროის საუკეთესოა. აქამდე ალჯო იყო. მე რომ დავამარცხე, მაგრამ ახლა საუკეთესო მერაბია. თუ გინდა მერაბს მოუგო, ფოკუსირებული უნდა იყო და სწორად მოემზადო. მერაბს მანქანას ტყუილად არ ეძახიან. ამიტომ უნდა გავიდე და მანქანა დავლეწო. ამაზე მუშაობდი მთელი კემპის განმავლობაში. მზად ვარ 25 წუთიანი ომისთვის. არ გამიკვირდება თუ კამარს დავებრუნებ. ნოკაუტი პირველ ან მეორე რაუნდში. ვიცი რომ მისი გათიშვა შემიძლია. თავისი საქმე კარგად იცის, მაგრამ ერთი შეცდომა შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს. ჩემთვის ქამრის დაბრუნებაზე მნიშვნელოვანი მერაბის დამარცხებაა. მერაბთან გამარჯვება ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია. მერაბმა წინა ბრძოლა მომიგო, მაგრამ ეს არ მომხდარა დარბაზის ან ზეწოლის გამო. უბრალოდ მოუმზადებელი ვიყავი. ამჯერად ყველაფერი განსხვავებულადაა. იმაზე მეც ვჭიდაობდი ვიდრე ოდესმე. ჩემი და მერაბის პირველი ჩხუბი ისე დამთავრდა, როგორც უნდა დამთავრებულიყო. რემატჩიც ისე დამთავრდება, როგორც უნდა დამთავრდეს. ერთ ამბავს გეტყვით. კერძზე საშინელი ტატუ მქონდა და გადავწყვიტე როგორღაც დამეფარა. ტატუ არტისტს ვთხოვე რომ მოეფიქრებინა და რომელიმე ფრინველი დაეხადა. ბუ ამერჩია და მას შემდეგ ბუ ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. პიოტრიანთან გამართულ ჩხუბამდე რამდენიმე დღით ადრე გარეთ ვიყავი და მზის ჩასვლას უყურებდი. უეცრად ბუ მოფრინდა და ჩემ მაღლა დაჯდა. ძალიან შემეშინდა, მაგრამ ბუ იღბის მომტანი აღმოჩნდა და იანი დავამარცხე. ახალ სახლში გადავედი და უამრავი ბუ მყავს, რომლებიც ჩემი სახლის გვერდით მდგარ ხეებზე ცხოვრობენ. ბუებს ხშირად ხედავ და მახსოვს, როდესაც მერაბთან პირველად უნდა მეჩხუბა, ორთა ბრძოლამდე 10 დღით ადრე ეზოში მკვდარი ბუ ვნახე და მივხვდი რომ რაღაც ცუდი მოხდებოდა. ეჭვი არ მეპარებოდა რომ დვალიშვილს ვერ დავამარცხებდი. სიგიჟია, მაგრამ მართლა ასე მეგონა. ახლა ყველაფერი სხვანაირადაა. ლას-ვეგასში წამოსვლამდე 1 დღით ადრე თეთრი ბუ დავინახე და ახლა ძალიან კარგად ვარ განწყობილი. ამჯერად მოგების გემო უფრო ტკბილი იქნება. ომარი თუ კვლავ თეთრი ბუს იმედზეა, მაშინ მერაბს მისი დაფინიშება კიდევ უფრო გამომართივდება. თქვენ რას ფიქრობთ ამ ბრძოლაზე? შეძლებს ქართველი მანქანა შონ ომალის დაფინიშებას? დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში. მე კი აქვე გეტყვით იმასაც, რომ დვალიშვილზე კომენტარი გააკეთა 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულმა გეიბლ სტივსონმა. შეგახსენებთ, რომ ამ ფინალში გენო პეტრიაშვილი დაამარცხა. ახლა კი იმ სპორტ დარბაზში ვარჯიშობს, სადაც მერაბ დვალიშვილი ბრძოლისთვის ემზადება. შეიძლება ითქვას, რომ გეიბლი ქართველით გაუგნებულია. მერაბი ტელევიზორში ბევრჯერ მინახავს, მაგრამ პირადად პირველად შევხვდი. მერაბი არ იხლება და სუნთქვაც არ ურთულდება, როგორც ეს ნორმალურ ადამიანს უნდა მოუვიდეს. დვალიშვილი ყველასგან განსხვავებულია და მგონი უცხო პლანეტელია. ძალიან მაგარი მომენტია, როდესაც დომინაციას საკუთარი თვალით უყურებ. შეგახსენებთ, რომ დვალიშვილის და ომალის ბრძოლა ქალაქ ნიუ-იორკში გაიმართება და UFC 316-ის თავარი მოვლენა იქნება. მერაბი ტიტულს მეორედ 8 ივნის დილის 6 საათიდან დაიცავს. წარმატებები და რაც მთავარია, ფინიშით გამარჯვება ვუსურვოთ ქართველ ჩემპიონს ამ ბრძოლაში. თქვენ კი შანსი გაქვთ უბრძოლველად მოიგოთ UFC-ს საჩემპიონო ქამრის რეპლიკა. ამ უმარტივესი გათამაშების პირობების ნახვა კი Newsmakers-ის Instagram გვერდზე შეგიძლიათ. ბოლოს მოკლედ კალათბურთი და ესპანეთის, სადაც გიორგი შერმადინის ლაგუნა ტენერიფემ ბადალონის ხუვენტუსს ესპანეთის ლიგა ენდესას მეოთხედფინალში მეორე შეხვედრაც მოუგო და პირველი ნახევარფინალისტი გახდა. ტენერიფემ პირველი შეხვედრა 96-ით 81 მოიგო, მეორე კი 80-ით 60. ქართველი რა თქმა უნდა ძირითად ხუთეულში იყო და ტრადიციულად გამარჯვებაშიც დიდი წვლილი შეიტანა. შერმადინმა 27 წუთსა და 53 წამში 13 ქულა, 7 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა. ახლა კი NBA, სადაც შესაძლოა ძალიან კარგი ამბები დატრიალდეს. როგორც ცნობილია, ლოს-ანჯელეს ლეიკერსი შემადგენლობის გაძლიერებას და ცენტრის დამატებას აპირებს. ლეიკერსის ინსაიდერის კობი პრაისის თქმით კი, ლეიკერსის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი გოგა ბიტაცია. თუმცა სხვა დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია. მაგრამ იმედია, რომ ლეიკერსი არჩევანს ქართველზე შეაჩერებს. წარმატებები უსურვოთ გოგას და სხვა ქართველ სპორტსმენებსაც. თუ დაგავიწყდა, დალაიქე ვიდეო, გამოიწერე არხი და ჩართე ზარის ღილაკი, რომ არ გამოგჩეს შემდგომი საინტერესო სიახლეები.